რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ სამუშაო შეხვედრა გამართა რუსთავში. თენგიზ შერგალაშვილი ქვემო ქართლის გუბერნატორს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მათ რეგიონის განვითარების სტრატეგია და აუცილებელი რეფორმები განიხილეს. საუბარი შეეხო რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ახალი მაგისტრალის მშენებლობასაც. ამზადეს ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სტრატეგია. შესაბამისად ამაში უნდა იყოს ჩართული რეგიონული განვითარების საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს სახელმწიფო რწმუნებული, ასევე შედია შირიის მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეები და გამგებლები და სხვა პირები. სტრატეგია არის რეგიონული განვითარების შესაბამისად ის უნდა იყოს ორიენტირებული ქვემო ქართლის რეგიონის შედგომ განვითარებაზე, იმ სხვა პროექტებზე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ამ სტრატეგიას. ამ წუთებში დაბარებული ყავთ ჩემი მოადგილე და პროკურატურა შეკითხება. ყოველდღიურად ეს პროცესები გრძელდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ ეს პროცესი ძალიან მალე დამთავრდება და ქვეყანას ჭირდება განვითარების სტრატეგია, ასევე როგორც რეგიონში. ჩვენ ამიტომ მუშაობთ ამაზე, ამ სტრატეგიაზე, ჩვენ აუცილებლად დავამთავრებთ ამ სტრატეგიას ძალიან მალე და იმედს ვიტოვებთ იმ დროისათვის უკვე იქნება ხელისუფლებაში ის ზალა, რომელიც რეალურად განახორციელებს და რეალურად განავითარებს როგორც რეგიონს, ასევე ქვეყანას.